ჩემ ახლა ძალიან კალორიულია კვერცხი? არ ვიცი, მოდი ვნახოთ. ნახვამდის. ახლა დავიჯერო ისეთი კალორიულია, რომ ერთმა ლუკმამ გამასუქა და გამიყიდა სკამი. რა? სკამი გატეხით ხო? არა რა სკამი? ეხლა გასუქებ შენ კვერცხი და იმიტომ ეხა ხო? სკამს. დამინახე ხო? რა ვქნა? დამენახა. შენ მაგდენ ლაპარაკს გირჩევნი აგეროს ძედალიო და ძედალი. რა არის რანაირად დევსა? ნიკა, მოდი. დალი ერთზე. მანდარ დაჯდე. აი. მეორეც გავტეხე? ოხ, ნიკა რა. ეხა ამას გაუძახებ გარეთ. მოცა ჯერ არ გადავაგდო. რატო? თეკლა. ხოჭა, კარგი. რა ხდება, რა ხმა იყო? რა ხმა იყო? ხო, რა ხმა იყო? აი, გაიცინ ამან. რა ვიცი, ისეთი ხმა იყო, მეგონა გატყდა რაღაც. ხო, ისე იცინის გეგონება გატყდა რაღაც. ხო. დაჯერ შეთეკლა არ ნერვიულობ. არა, ლაშავე. სამსახურში მივდივარ და გვიან მოვალ დღეს კასტინგი მაქვს. თანაშემწე უნდა ავიყვანო და. ეხლა ისე ეხლა შენ წოდებას თუ გავითვალისწინებთ ჩვენ, თანაშემწე კი არა, უფრო მოურავი რა. მოურავი უნდა აიყვანო. ხო, ჩახვიძე რა კარგად უცხარი. ხო, მეც მომეწონა ეს გაბი. ისა, თეკლა. შენ ისა რძე დალიე? არა. მერე რაღაც უყურებ ადეკი და დალიე. თეკლა, ხო იცი ხლა ეს არა თუ თავზე არ დაადეკი, უბრალოდ არ მიუჯექი და უყურე ხო ისე არაფრის დიდებით არ სვავს რძეს. მიდი დაუჯექი და ვაშა, კარგი რა. მიდი მართლა გეუბნები დაუჯექი გვერდით და უყურე ერთი დალიოს ისა. ხო, კარგი, აჰა. ნიკა, დალიე. თეკლა. ხო. მოდი. კარგი ლაშა, დაჯექიო, დავჯექი, მოვედიო, კარგი, აჰა, მოვედი. თეკლა, ისეთი რაღაც უნდა გითხრამე შენ ახლა ისეთი რაღაც რომ დაჯექი. კარგი ლაშა, კარგი, აჰა, დავჯექი. აჰა, მითხარი. არა, ახლა ეგეთი რაღაცაც კი არ უნდა გითხრა რომ მაინც მან უნდა დაჭრა. მან კი არა, იცი, გამოდი იქ სკამზე დაჯექი და ისე გეტყვი. და სკამზე რომ დაჯდები გეტყვი მე. ლაშა, კარგი, მოდი. ხო. მოდი, მითხარი. დაჯექი. ხო, აბა რა უნდა. დაჯექი. ოხ,
ეხლა ამას გავისვრი გარეთ რა. აი ცოტა რომ გატეხილი იყო, არა? ლიშა წავახცი. ეგარი და რაც მოგივა ლაშაო ყველა შენი მაშაო. გაიღვიძება და ხო არის ეს ჯარისკაცები რატო არ შეჭამა ბაბუ აღარ არიან ეგენი ჯარისკაცები მომისმინე ეხლა მაგათან ნაწილში ისეთ სივარო ეგენი ეხლა გაიხსნენ სულ ყველანი გადეზერტირდნენ ბაბუ ხო ახლა გაიხსნენ ახლა არ მითხრა მცივაო არა ბაბუ არ გეტყვი გაჩაი აი ნახე როგორ ციო შეხედევა ხო და ცხელი ჩაი უნდა დაგალევინო მაშინ ბაბუ მოიცადე ეგ ჩაი კი არ დამალევინო შემომასხი ეგრე უფრო გავთვები მოიცა რა გჭირს ახლა რა გჭირს ახალგაზრდა კაცი ხარ გადი გამოდი გაკაშდი რა არი ბაბუ სატრა ეს არ ცხენია ბაბუ რატო უნდა მცხენოდეს ამხელა კაცი ხარ და ღუმელით თბები ბაბუ კი არ თბები ბაბუ რა გჭირს კაცო ამას შეცივდა და მე ვათბო პირიქით არ ბაფაშო ერთი შნური არ გაწყვეტ მომეცია სადმი გაქვს ბაბუ რას უკეთებ გეხოცები რა ცხენია სადმი გაქვს ბაბუ არ წაიღო რა გჭირს აი როცა ცხელა კაიგე გარეთ რო გახვალა რა შეგცივდება და გაცივდება კარგი გავთვლი სალახანი მაინც ბაბუ უარესია ეხა იქიდან რომ შემოვალ რა ქვია სიტყვა სიცივეში უფრო არ გავცივდები გამარჯობა ასე იგნებთ როგორ ახარ ბატონო პროფესორო როგორ ახარ ბატონო პროფესორო რა გჭირს არ გინახია მინახია კი არა კაცო თბები ცოტა დამაცადე ხავა როგორ არ მინახე გავთბე ცოტა ბაბუ რა გჭირს კარგი რა სულ ასე უნდა იმაიმუნო კაცო რა ახლა შემიძლია გავიყინე ბატონო პროფესორო რა ხევადი აზოტი მინდა შევინახო თქვენს მაცივარში ჩემ მაცივარში ადგილი აღარ არის უკვე რა თქინა მაცივარი მე მთელი სახლი მაცივარი არ არის სადაც მე გადადა არ გაფუჭდება ნახე როგორ ცივა რა ვერ უზნობ ეხა სიცივე ისე მართლა მაგრად ცივა რა გეუნები გავიყინე აღარ შემიძლია ახალი დაბანელი ვარ და არ გავცივდე მოიფარე ბატონო პროფესორო მოიფარე ცივა კაცო ყინავს მოდი მეც მოვა ცოტა შემოვაშინეთ თორე აღარ შემიძლია ბატონო პროფესორო მეც მაგას ვიძახ ცივა მეთქი კაცო და კი არ ჯერა ამ კაცს თელ სახში მაგ ყველა ნატურა მაგ ჩართული გამდროელებული მაგ სახლი ვარ ნატურა გამათფობს ეხლა მე ბატონო პროფესორო ვერ გავაგებინე რა პატა გინდა ისე გამათფობებს დაგიმონტაჟებ ერთ-ერთ სავარძელში რა ხო გამათფობებს დაგიმონტაჟებს რა თან კაკლის მასალაა და კარგი კუთრის ეთფოტევადობა აქვს რა კუთრის ეთფოტევადობა კარგი ხო როგორ არ მინდა ბატონო პროფესორო იცით რა არის სავარძელში დამიმონტაჟეთ ხო და თუ შეიძლება აი მაგიდაშიც დამიმონტაჟეთ რა თუ ესე რა ქვია წაბლია და დატანილი სითბო არა აქვს თუ რა ქვია იმას კუთრის ეთფოტევადობა ხო ნუ რაც არის ბატონო პროფესორო მოკლედ ეხლა მე გავალ ბაბუას გავიტყუებ სახლიდან სადმე წავიყვან გავაჩერებ იქ და თქვენ შეუდექით საქმეს კარგი მაგაზე კარგს რას გამიკეთებთ ბატონო პროფესორო მე ეხლა შევალ ბაბუას ჯერ გაიტყუე მე გავაკეთე კარგი ისა ბაბუ აბა ერთი წუთი რა ისა რა ბაბუ შენ რომ მითხარი უნდა გაკაჭდეო ხო და რო გაკაჭდე უნდა ირბინო და ივარჯიშო ხო მითხარი ხო და წაროდი ვირბინოთ ივარჯიშოთ გავკაჭდეთ შენგენაც ვარე ბაბუა წავიდე და გავკაჭდეთ აბარა ბაბუ ესე იგი ოღონდ გახვეწები რა ის შენი იასამნის ფერის სპორტულები როგა გარჩაეცვა ხო იცი ახლა 1000 კაცი მცნობს და ვირმე არ შემხდეს სირცხვილია ჩამჩაო მაგა წავედი გამოიწვია ულსაბიძე აქ არ დაжди გატეხილია ხო იცი რა ოხნიკა რა ისე ვიცი არა მაგარია მარტო კაცები რო დავჩით
ხო, კაცები და ხმა. ისე რა ხდება შენთან ახალ სკოლაში? მოგწონს? სკოლა არა. მოსწავლეები, ბავშვები როგორები არიან? მოგწონს? გააჩნია რომელზე მეკითხები, კვანცაზე თუ სხვებზე. სხვებზე ნიკა, სხვებზე. რა ვიცი, მომწონს ყველა და შერაშვები ანასთან. არ არის ეგ შენი საქმე. უყურე ერთი ამას. უყურე ერთი ამას, ხო, მეც მაგას გეუნებიო, რომ იზიხარ აქ და მე მიყურებ. ცოტა გააქტიურდი ბიძია რა. შენ წესიერად მოიკეთე, არ არის ეგ მე გითხარი შენი საქმე. ნეტა ეს 4 ცოლი როგორ გამოყვა რა. ნიკა გაჩუმდი. ხო და თუ გინდა რომ გაჩვენე ტელეფონი უვიცი. ეს ტელეფონი და გაჩუმდი შენი ხმა არ გავიგო იცოდე. წავალ მე გამოვიცვლი და არ დავაგვიანოთ სამსახურში. ეს რა მაგარი თამაშია. ბიძია SMS-ი. უი, თითი დამეჭირა. რაო, ანა. ვა, ვიცი ანას, ხის SMS-ების საკითხვა რო არ შეიძლება, მაგრამ ბავშვებიძე სხვა ხომ არა. თან შემთხვევით დამეჭირა. რაო? დღეს იქნებ ცოტა ადრე მოხვიდე თათბირია. ვა, ანა, ბიძია. რა მიწეროთ? დღეს ვერ მოვალ. და ახლა დავალოდოთ პასუხს. ო, რა სწრაფად წერს? რატომ ხომ კარგად ხარ? უყურე ანერვიულდა ქალბატონი ანა. არა ძალიან ცუდად ვარ, გავცივდი. ნიკა, ეს პერანგი მიხდება თუ მასუქებს ცოტა? პერანგი გასუქებს? ხო, თუ რაღაცა სხვა ჩავიცმებ და განახ. მოდი, შედი და სხვა ჩავიცვი. სხვა ჩავიცვა? ხო, კარგი. ნიკა, ესე როგორ არ მოგბეზდა მაგ მობილური თამაში, ა? აუ, ბიძია, ისეთი თამაში აღმოაჩინე, არასდროს არ მომბეზრდა და მოსულა უკვე. წამალი დალიე? ოჰ, ნახე როგორ მზრუნველობს ქალბატონი. ниცა შენი SMS-ი უკვე წამალია ჩემთვის. ოხლაშა ბიძია რა ხერი ხარ რა. ნიკა, ეს? არა. ჰა? არა. არა უწერია. ნიკა მიulis დღეს შოკოლადებს შევვირდი და მაღაზიაშიც კი ვერ ჩავედი, რომ მეყიდა. რანაირად უწერია ნომერი. ანა, ასე უკეთესია. ნიკა, ესა. ჰა? ისე ხო არავის დაურეკავს ჩემთან მობილურზე? არა. არა ხო? ხო, თუ დამირეკეს, დამიძახი, ხო? კარგი. დაგიძახ. ნიკა, არ რეკავს ახლა მობილური? უი, რეკავს. მოდი გეძახი მაშინ. ჩემი ანა? ნიკა, რა არის? უპასუხე თორემ გაითიშება შენი ანა გირეკავს. ალო. ხო ანა. სად გავცივდი? სად მოიცადე დღეს თუ მინდა ნუ მოვალ? თათბირს ხვალისთვის გადაიტანთ? რატო ვიმეორებ რასაც ამბობ?
რა SMS-ები? ხო, ანა, კი, გავცივდი. ხო, რა ვიცი, ეთყობა ეს დამკრა ორ პირში და ხო, არა, ეხლა თითქოს არ ამიშავს, არა, სიცხე მაქვს, არ ვიცი, ხო, რა ვიცი, დამჭირსება. ხო, რა თუ მინდა მოხვალ? ხო, რა ვიცი. კი, ძალიან გამიხარდება თუ მოხვალ. ძალიან. არა, რას ლაპარაკობ რა უხერხული. ნუ კარგი, კარგად. დროებით. ნიკა. რა არის ეს? ტელეფონი. SMS-ებზე გეკითხები, რა SMS-ები მიწევი? დავედი მე სამეცაკიდვა. შენი SMS-ი უკვე წამალია ჩემთვის. ოხ, ნიკა, ჩამოდი ნიკა. ანა მოვაკ. აუ, რა მაგარია, რა მოგულო. ნიკა, შენ რანაირ ნიკა, შეგიძლია დღეს რძე არ დალიო. კი ბატონო. აბა, პროფესორი, როგორ არის საქმეები, ჰა? მოხვედი? რა ხდება, აბა? ბაბუა სადა? ვი? ბაბუა, გაცინოთ ეხლა, კითხო. მაცინო კი არა, ბაბუა სად არის ის მითხარა. ხო და მაგას გეუბნებით რომ რა მოხდა ისი ბატონო პროფესორო, ხო დავრბოდით ერთად, ეხლა ვიფიქრე როგორ გამოვეპარო მეთქი, ვიფიქრე გავასწრებ მეთქი და მე გამოვეპარები მეთქი, მაგრამ ისე დარბის, ისე ჭხრა დარბის ვერ გავასწარი. წარმოიდგინე. მე რა მოვიფიქრე, ისი ჩამოვჭი პირიქით. ჩამოვჭი და რომ გამასწრო ერთი 10-20 მეტრო და მე გადავხტი ბუჩქებში და გამოვეპარე და იმას გონია რომ ეხლა უკან მივყვები კიდე ესე დავრბი ვარ იმის უკან, გაიგე, ხო? ხო. უი, რა კარგია, უკვე დაიწყო, უკვე ჩაამონტაჟეთ, როგორ თბილა ამ სავარძელში. არა, მან მე ვიჯექი და თბილი იმიტომ. ამ სავარძელს ვაკეთებ რა. ეს არის? ო, ჯერ არ დამთავრები. აჰა, კი ბატონო. აბა. აჰა. ზად არის? აბა, ნახე, გასინჯე. დავჯდე უკვე? ჯექი. ეს რაღაცა ისო. ვიდი ნუ გეშინია. ისეთი კარგია ბატონო პროფესორო, რომ სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა ეხლა. ეგ სიამოვნებისგან კი არ, დენი გადადის მე მგონი. ეხლავე გავასწორებ. ვოიცე, რას გავასწორებ, ბატონო პროფესორო, მე? ნუ გეშინია. რა ნუ მეშინია, კაცო, მე ბავშვობაში სუსტი იმუნიტეტი მქონდა, მე ხშირად ვსვიდებოდი ხოლმე და როგორ გადავიტანო, რა ვქნა ეხლა? დაბალი ძაბვის ზენი სასარგებლოც არის ადამიანის ჯანმრთელობის. მართლა? ო, ეგ არ ვიცოდი ხო. ჩემთვის იცი რამდენჯერ დავუტყავს დენს? თქვენთვის დავურტყავს დენს? რამდენჯერაც გინდა. და ავტოროა ჩემი შეგირდი, ხო. იმასთვისაც დავურტყავს. ავტორთვისაც დავურტყავს დენს? მაგრამ იმდენჯერ არა ჯერ, მაინც დამწყები არის. ხო, არა, კი ვიფიქრე, ხო. ეს გავაკეთე, ხო, საიმედოდ არის უსაფრთხოა და შეიძლება მოსინჯო. მოდი არ მინდა ეს სავაზელი რა, იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს ეხლა ისე გავცვიდები თუ არ გავცვიდები, ჰა? აბა დაფიქრდი თქვენს რა ვიცი. საიმედოდ არის, საიმედოდ შემოწმებული არის ყველა. დავჯდე უკვე შეიძლება? დაბზანდი. ის არის რა ქვია. ხო. არქით. აი, ოღონდ რა არის, იცი? აბა რა არის? სველი ნუ დაждდები ხოლმე მანდამაინც. რატო ბატონო? თუ მანდამაინც სველი დაждდო მაგინო, მაშინ რამე რეზინის ჩაიცვი და ისე დაჯერე. არქით. არქით. როგორია? გეამა?
კი, მე ამა. ხო. აი ამ ბროშურაში აღწერილი არის დენის დარტყმისას პირველი დახმარება. ეცი გადავიკითხავ, ხო? ესე იგი, თუ დენმა დაარტყა, დააყარეთ ქვიშა და მოაშორეთ დენის წყაროს. ბატონო პროფესორი ეს. მოდი, მაინც აი იმით დავიждები ესე და თუ რაღაცა და დენმა დამარტყა, ეგრევე გადავიყრე ამ ქვიშა. ეგრევე გადავიყრე. დაბიჭო, რა ისწავლები. ასე ვიждები. აი ელექტროსკამიც გააქვს. ხო, ელექტროსკამი მაქვს. ბატონო პროფესორი, რა უნდა გითხრა? ელექტროსკამი მაქვს, ხო და რამე რო იყოს და გილიოტინე ან ეშაფოტილო დამჭირდეს, გითხრათ. კარგი. ეს როგორ არის ახლა აქ? ამ ღილაკით არეგულირებ ტემპერატურას რა, თუ გინდა ჩაუწევ, ასე აუწევ. ხო, კარგი. ცოტა დაუწევ. კარგი, აი ესე, ხო. აი გავალ მაშინ ეხლამე და მაინც ფრთხილად იყავი რა, ძალიან არ გაუთამამდე. არა, ვეცდები. ესე იგი, ეს თუ დავატრიალეთ ქვევით, თბილა. კი არა, ცივა. ზევით, უი. რა კარგია, უი. ეს რეებია. გოგასი მაინც არ არის და აუ, როგორ თხოვა ეხლა რა წამოვიდეს. ხო იცი დაიწყებს ახლა რომ ცალია რედაქციიდან დამირეკეს უნდა შევამოკლო დიდუბელის გოგა ო, ეს რეები მოგიტანია. არა, მე არ მომიტანია. ოი, ახალი ფეხის საწვანდი გაქვს ხა? გიხდება. ნუცა რედაქციიდან დამირეკეს ახლა დიდუბელსოსოს კიდე ცოტა თუ შეამოკლებ შეიძლება დაგიბეჭდო და შევამოკლებ. არა, ერთი წუთი გიხატებ ცოტა ხანი ხა შეგიძლია მომისმინო. კარგი, გისმენ. ხო, ის ჩემი კურსელები ვიკრიბებით რესტორანში და ხო წამოხვალ. შენ კურსელებთან მე რა შუაში ვარ? არა, დაპატიჟებული ხარ. ესე მითხეს რომ ნუ შეგჭამეთ წამოვიდეს. გამორიცხულია. აუ, კაი რა, სამაგიეროს ვიხდი ხო, მაშინ რო არ წამოყევი იმ რაღაც ახალგაზრდა მწერლების შეკრებაზე ნავთუ. ნუცა, მაშინ ჯერ ერთი მე არ წაგიყვანე. კაი, მე გაპატია და წაგიყვან. არა, ნუცა, გამორიცხულია მეთქი ხო გითხარ. კაი, მაშინ იცი რა, ჩემ კურსელებთან ერთად თუ არ გინდა წამოსვლა, მაშინ წავიდეთ ზოოპარკში და მარტო რქა ვნახოთ, გინდა, აუ, რა მაგარია, იცი? და ერთი რქა მქონია ეს ცხვირზე. ნუცა, არ მაინტერესებს მარტო რქა. კაი, მაშინ წავიდეთ და არ ვნახოთ, გინდა? ნუცა, ამცალია. კაი, რა, მე რომ მარტო რქის სანახავად წამომყვე, არ გცალია და პურზე ჩასასვლელად ხო კარგად გცალია. არა, ნუცა, თან ცივა ახლა. აი, საერთოდ არ ცივა, აი გამოდი, ნახე, აი. ცივა. კაი, აი, წამოდი მაშინ და ვნახოთ ცივა თუ არა. არა, ნუცა, მე იმშავა ხო, ამცალია. კაი, მაშინ მოდი შემოვიდე და ჭადრაკი ვითამაშოთ, გინდა? შენ არ იცი თამაში. ხო და მე მომიგებ და გაგიხარდება. არა, ნუცა, ერთი გახოცები არ დაიწყო, რომ შენ რა გაიხარდება, მეც გავიხარდება და მე რა არ გავიხარდება, შენც გაიხარდება. გახოცები არ დაიწყო. კაი, მიდი მაშინ იმუშავე და ოღონდ რო გახვალ მითხარი და ერთად წავიდეთ. დღეს არ სადავაპირებ ისე გასვლას. აი, მაგას ნახავთ ახლა. აქ ვიქნები. ვაიმე, გავტე ხარ? საჩემართა ახლა? აჰა, გასაგებია, კარგია. აჰა, აქაც გიმუშავიათ. საინტერესოა. კარგი, გასაგებია ლანა ყველაფერი. მოდი, ერთ შეკითხვასაც დაგისვამ და ამით დავასრულოთ გასაუბრება.
ნუ შეიძლება მოგიჩვენოს რომ ეს არ არის კავშირში, მაგრამ შენი აზრით როგორი უნდა იყოს კარგი თანაშემწე? ჩემი აზრით თანაშემწემ HR-ის ფუნქციებიც უნდა შეითავსოს და მენეჯერული სკილებიც უნდა ჰქონდეს. ხო ჩახლანა. და ბოლოს რა თქვით? უნდა ჰქონდეს. არა, მანამდე რა თქვით? სკილები. სკილები, რა თქმა უნდა. კარგით ლანა, მე ძალიან მომეწონა თქვენი სივით, ან გამოცდილებაც გაქვთ და ახლა დაგემშვიდობებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად შეგეხმიანებით. კარგად ბრძანდებოდეთ. მე მგონი მე ასეთ თანაშემწეს ვერ ვიშოვი. მოდი სკილები დავაყენოთ პირველ ადგილზე. ყოჩა ლანა, ყოჩა. კარგია. გამარჯობათ. გასაუბრებაზე ვარ დაბარებული და თქვენ დამიბარეთ, ხო? ხა, დავბრძანდით. რომ სკამზე. სულ ერთია დავბრძანდით. აჰა, სკილებმა მეორე ადგილზე ჩამოინაცვლა. მე მკითხეთ რა მეორე კაცი. მიკითხეთ რამე? არა, თქვენთვის არ მიკითხავთ. არა, მეთქი გასაუბრება დაიწყო და ანუ მზად რო ვიყო, ხვდები? ხო, გასაგებია. აჰა, ესე იგი თქვენ ბრძანდებით? დიახ, მე ვარ. არა, სახელს და გვარს გეკითხებით. ტატო გელოვანი. გელოვანი. თავადური გვარი გქონიათ. თავადური. მეც არ ვთქვი რატომ მეძახიან ბავშვობიდან თავადოს. მადლობა. ტატო, თანაშემწის თვისებები ნამდვილად გაქვთ, აშკარად. აჰა, და მაინტერესებს რაიმე გამოცდილება თუ გაქვს ამ სფეროში? სფეროში არანაირი, მაგრამ გამოცდილება თავისთავად მაქვს. გასაუბრებაზე ვარ მოსული მაინც. ხო. ნუ კარგია რომ გამოცდილება არ გაქვს, მაინც ჩვენ სიახლეს ვეძებთ, რა ვიცი, ხო? და მოდი ერთი შეკითხვა მაქვს. ნუ შეიძლება მოგეჩვენოს რომ ეს არ არის ამასთან კავშირში, მაგრამ ჰობი თუ გაქვს რამე? ჰობი? ანუ თვითონ ჰობი, ხო? ხო. ჰობი. ესე როგორ გითხრა, მაგრამ მეგობრები მეუბნებიან რომ ჰობი გაქვსო. კარგი, ტატო, გასაგებია ყველაფერი. იცი რა, დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდები აუცილებლად, ეხლა დაგემშვიდობები. რა მაინტერესებს ეს დადებითი პასუხი რატო? ნუ, თუ იქნება დაგიკავშირდები. კაია. ხო, ტატო გელოვანი. კარგია, ესე იგი ორი რეალური კანდიდატურა უკვე გვყავს. პროფესიონალი ლანა და ტატო სიმპათიური. ნუ, ხო, რა ვიცი, ტატო, ნუ ლანა კი პროფესიონალია, გასაგებია, მაგრამ აქ იმდენი საქმეა, იმდენი საბუთია, ქალი ამას ვერ შეძლებს, მაინც ბიჭის ძალაა საჭირო და ბიჭი ვინ მყავს? ტატო სიმპათიური და გელოვანი. რა გჭირს თეკლა? რა მჭირს? არაფერიც არ მჭირს. რანაირად იქცევი? რანაირად ვიქცევი? თეკლა ვერ მომატყუებ, ძალიან კარგად გიცნობ. რას გატყუებ? არაფერსაც არ გატყუებ. ხო, კარგი, ვაღიარებ, მომეწონა ტატო. არ ვიცი რა ვქნა. რა მოხდება რომ ან ტატო იყოს პროფესიონალი, ან ლანა იყოს სიმპათიური ბიჭი. ამოდი აბა ესე გავაკეთოთ. ლანა ერთი წუთით ჩემთან შემოდი. შემოვიდა? ნუ არ ვარგა ეს, აბა ერთი წუთით. ტატო, ერთი წუთით ჩემთან შემოდი. აი. აი, ეხლა თუ კაცი იქნება, ტატო ამყავს და თუ ქალი ლანა. გისმენთ? სხვაგან მოხდით ქალბატონო. პირიქით უნდა მეთქვა რა. მოიცა, თუ პირიქით უნდა მეთქვა, ესე იგი გამოდის რომ ტატო უნდა ავიყვანო. მაგრამ არა, მანამდე ისე რომ ვთქვი, მაგრამ ესე იგი თუ ქალმა დარეკა, ამ ქალს შეეშალა და იქნებ კაცს უნდა დაერეკა და არ შეეშლებოდა, ესე იგი ტატო უნდა ავიყვანო. მაგრამ არა, ქალმა რო დარეკა და დაასწრო, არ ვიცი რა რთულია ეს.
მენეჯერობა. აქ რა დავკიდო ახლა ეს? არა. აქ მოხდება ვითომ? აი, აქ დავკიდე. თუ აი всё. О, მაგარია. აუ, რა მაგარია, ჩემს საძინებელზე უფრო მეტად აქ ხდება. ეს ვიჭა სახლი შეგვეშალა თუ სართული შეგვეშალა? მე მგონი მუცა შეიშალა. მუცა ეს სახლიდან გამოგაგდეს თუ სახლი გამოაგდე? რა ვიცი, ოთახი გამოვიტანე. რა არის? ოთახია. და სადარბაზოსაც წაიღე. დროებით ოთახად გადავაკეთე. დროებით. ოჩახ, მაგრამ მოგიფიქრე. და მარტო მოიფიქრე? კი, აი ფიზიკოსი დამეხმარა. არის ვუთხარი ექსპერიმენტს ვატარებ თქო და გავხარდა. ეს კარა დაამომატანინა და ეს დამატმევინა. ჯარი, მუცა ესა? ეს კარა და რომ მიადგე ხლა აკრანაირად შევიდე სახლში. აუი, მაგაზე არ მიფიქრია. რაზე ფიქრობდი, მუცა რაზე ფიქრობდი? კუკაზე. ეხლა დააჯერე ჩემი დამრიგებელი, რომ სახლში ვერ შევდიოდი. და იმიტომ ვერ ვიმეცადინე. მომეც ტელეფონი რა ვითამაშებ მაინც. მოითადე ერთი წუთი ნიკა დამიჭიდეს. რას ქვია ვერ შედიოდი, გამოვწერო ამას და შევალ სახლში, დაიჭინე. ლაშა ძიმეა და ვერ გამოწევდა. ვისა ფიზიკოსმა მითხრა რა საღამოს სადღაც 9-თვის მოვალო და დაგეხმარება. კარგი, ნუცა რაც ხისთვის მოვა წუთი-წუთზე ველოდები სტუმარს და რაღაცა თომა რაც ხვის. მართლა? აუ გეთქვა და დავავაგებდი აქაურობას. ლაშა როგორ ხარ? კარგად ვარ, კარგად. ცოტა ცუდად არის. ხო, გავჩერდი, კი, გავჩერდი. გაქცებული ვარ, ვერა, კარგად. აი შენ კონფეტები მოგიტანე. მადლობა, საჩუქარს არ ველოდი. აქ პირდაპირ ლიფტიდან როგორ? აქ ხო, ეგეთი პროექტია ჰანა. რაღაცა ესეთი პროექტი გვაქვს. ცოტა აბაზანა ცოტა მოშორებით არის მისაღებიდან. საძინებელი ახლოს. გაიცენის ჩვენი მეზობელია ნუცა. გავაჯავათ, სასიამოვნოა. ძალიან უცნაური პროექტია და ვისია? ვისია. ეხლა გვარი არ მახსოვს. სოსო ქვია, სოსო. სოსო დიდუბელი ეს ფსევდონიმია ესე. სოსო დიდუბელი. ხო. ნანუ აქ ცხოვრობთ. არა, მე ვცხოვრობ. ჩვენ ცხოვრობთ აი აქ. მოგძანდით. კი ხო, აქ ცხოვრობ. კეთილი ხოში, თქვენი ფეხი ჩვენ სახლში. მოგძანდი ანა. მებძანდით. მადლობა ნახვამდის ნუცა. კარგად. ანა. ეს კოტე ბაბუა. გამარჯობა. გამარჯობა. ჩემი ბაბუა. კოტე ბაბუა ეს არის ანა. ხო, ისა ნიკა მოდი აქ. ანა გაიყვანე აივანზე. ანახე თუ რა შესანიშნავი ხედები იშლება ჩვენი აივნიდან. მართლა? კი. მობილური. მობილური. ხო, ეს სულ ესე იცის ხო? გადის და სურათებს იღებს, ხედებს იღებს სურათებს. მოგძანდით, ანა. ისა. ვინ არის ეს? კოტე ბაბუა, ეგ არის ანა. აი ნუცამ რაღა კოტე ბაბუ, მოკლედ ეს ჩემი თანამშრომელია და მოვიყვანე რომ პატას გაურიგო. კი. რას? კი, რას სამბობ?
აუ, კი, კოტება, კი. ოქრო ბიჭი. ოქროს ბიჭი შენ გენა. ეს კი. კოტება რა ხდება ახლა? ცოტა მორიდებული გოგოა, ანა მორიდებული გოგოა და მე უთხარი კარგი ახლა, ანა რა გერიდება, მე უთხარი პაატა ბაბუასთან რა გერიდება, მე უთხარი ახლა ისეთი კაცია პაატა ბაბუ შევა თავიდან ოტა საერთოდ არ გამოვა. არ გამოვა. არ გამოვა არა. კი, კოტება ბო, კი, ის მაინც რო ხო. ანა მოგეწონა ხედი? კი, მშვენიერი корпуსია თქვენს პირდაპირ. მეცადეთ. ისეთი შვილი მყავს? ისეთი შვილი მყავს რომ? ესეთი შვილი არ დადის თბილისში. კატება. არაჩვეულებრივი ბიჭი. არაჩვეულ. მაღალი. გამხდარი. შავგრემანი. კოტება. ესა უხერხული. ცოტა მიდებული. გავათ მეცე გარუთხო, გავასაერთოდ არ შემოვადი. კი. ხო. მოხუცდა კოტება. მოხუცდა კი. ვეშლები, სულ ვეშლები ჩემს ბიძაშვილში. მაღალია ეს გამხდარი შავგრემ ხო იცნობ შენ მაღალი ჩემს ბიძაშვილ შავგრემ. არა, გაგაცნობ, არ არის პრობლემა. ლაშა ქვია იმასაც. ხო და ესე ვეშლები. იგა. ცოტა უფრო მაღალი გოგო მინდოდა მერჩვინა საერთოდ. ბატარს. ახლა ხელს ნუ შეუშლი კოტება. ანა. რას მირთმევ ჩაიყავა? ორივეს დავლევ, აქ ისე ცივა. ცივა. აი, ზუსტად მაგიტომ გავცივდი მე. ალბათ. ჩაიყავა, კი ბატონო, ეს გოგო მე მგონი ვერ არის, ხო? აბა, როგორ ახარ ლაშა? ბავშვი, როგორ ახარ, ბავშვი? გამარჯობა, ხალბატონი. რა ხდება? კოტებაბუა სად არის? კოტებაბუ, პატა, შენ შეგიძლია წახვიდე, იმიტომ რომ მე სახლში ვარ მე და მე მიმხედავ კოტებაბუას. ესე გაღიკარები. კი, შეგიძლია გახვიდე. ხო, გითხარი სახლში ვარ და მე მიმხედავ კოტებაბუას. გადააბა მიდიაბა თუ როგორ გახვალ და მიდახ, ხო? ოჯახ ესე მიდი. აბა გაიხურე კარები. ოჯახ, კარგი ბიჭი ხარ. კარგად მიხურე, კარგად. ხო ეს. ეს პატა არის. პატა მოდის ხოლმე და მე რო არა ვარ სახლში, კოტებაბუას ეხმარება. ხო, ეხმარება ხოლმე. უვლის. ასე ვთქვათ, მედძმა. ლაშა. ხო. მოდი ერთი წუთი. ხედავ, ხო, თვალს რომ იკრავ, დავინახე, მაგრამ სახლიდან რატომ აგდებ, კაცო? რატომ აგდებ სახლიდან, ლაშა? ნიკა, დაელაპარაკე პაატას. მოდი პეტო. მოდი. ხო. ანა. ძალიან ესენ რო შევიდნენ ხო აი ეს უყვართ ლაპარაკი ვითომ ის ხო ეს ხპედნენ მაგრამ ერთად ლაპარაკობენ ერთი ჭკუისები არიან ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი ჩვენთან ანა ლაშა კაცო რას ლაპარაკობ თამაშობენ ბაბუასთან შევიდნენ ახლა და ბაბუა და ნიკაშვი და თამაშობენ ხმამაღლობანას თამაშობენ. გამიგია. არ გაგიგია ხო არა ხო ეხ ბაბუა მოხუდა არ ესმის და სხვას ვეღარაფერს ვეღარ თამაშობს ახლა. ხო ძალიან გამიხარდა თქო რომ მოხვედი და ძალიან დიდი ვითომ ეს სახლი რა ბავშვი როგორც გითხარი ხმამაღლობანი ანა იცი რა ძალიან დიდი ხანია მინდა ნახე რა ოხრა ძალიან დიდი ხანია მინდა გითხრა ანა რომ იცი მე უყურე შენ ლაშა ლაშა საპატა ეგ უყურე ლაშა
აბა ქალბატონო ანა მოგწონთ ლაშას სახლი? ძალიან მყუდრობინა, უბრალოდ ცოტა ცივა. ცივა, ხო, ცივა კი, ცივა. ბატონო, მიდიოდი ხო შენ, მიდიოდი. მე მივდიოდი, მაგრამ ცოტა ხანი დავჭდები აქ. ესე ჩემთვის ხო რაღაცა. ეს უყვარს ხოლმე მაინც ბაბოს ვერ შორდება, ვერ და მეც ესა. უი. აი ეს. აქ იცით როგორ თბილა, ხო? თბილა. მან თბილა? კი, აქ თბილა, კი. რანაირად თბილა მან? რანაირად თბილა აქ და ქალბატონო ანუ მე ხო საერთოდ მხურვალე მამაკაცი ვარ და ხო ბატონო კარგი ბოდიში კარგი ბოდიში ხო ეს რა ხდება სადარბაზოში? მე თეკლა. ანა, შენ აქ საერთოდ გაიგე რამდენი ხანია რა ვიცი არაფერს რა სიზართ აი მოვედი ლაშას ხო მე წამოვედი სახლიდან რა ვიცი ჩემი მეგობრიც მასთან ცხოვრობდა რატო გაიპარე? არა გავიპარე ლაშა შეხედე როგორ ჭუკჭუკებენ ჩვენი გოგოები ესე იგი ლაშა შენ სამსახურში შენ რომ ავიდე ჩემ სამსახურში ანა ეს და ანა აქ როგორ ლაშასთან მოვედი სტუმრად თუ პატასთან ლაშასთან თეკლა რა დაგემართა ლაშასთან იქ ხომუცა სახლია აქ ჩემი სახლია ისა რა ქვია ლაშაბიძია სალაპარაკო მაქვს ხო თეკლასთანაც აშკარად მოდი თეკლა წამოდი ბავში მოდი მეც სალაპარაკო მაქვს თეკლასთან და მე უფრო ბევრს ვილაპარაკებ შენ ცოტა შეთანხმებით ხო წამოდი მოდი თეკლა მოდი სალაპარაკო მაქვს ესე იგი თქვენ არ მოიწყენოთ ბოდის გიხდით რომ ტოვებთ როგორც გინდათ ისე მოიქეცით თავისით როგორც საკუთარ სახლში ტელევიზორს აუწიეთ სავარძელს დაუწიეთ როგორ ხარ გაიგე წავართ, იმიტომ რომ საერთოდ ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, რომ არ გვიყვარს ხოლმე რომ ვინმეს ხელი შეუშალოთ. ლაშა. ანა, შენ თეკლას საიდან იცნობ? თეკლა ჩემს მეზობლად ცხოვრობდა რამოდენიმე წელი. ლაშა, რაღაც მინდა გითხრა. კი. იცი რა, მე მგონი გაციება მეც გადმომედო. აი წაღან ისე მციოდა და ეხლა უცებ ისე რაღაცნაირად დამცხა. ხო ანა ძალიან დიდი ხანია მინდა გითხრა რომ მე როგორც იქ დავჭი როგორ საქმე კარგად არის ბაბუა, კარგად არის. საქმე ძალიან კარგად არის. იქ მარტო ვიყავი და ვიგამოვედი აქ. ჩუმად ვიქნები ჩემთვის სხვას არ ამომედი. ხო, რას ვამბობდი? ძალიან დიდი ხანია მინდა გითხრა, რომ შენ არ იცი რა ბიჭია პატა. ღერის თეკვავს ჰაიმებს ძალიან რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მე მგონი სწორი გადაწყვეტილება მიიღე. თეკლა ყოჩახ. საგადასახადო დასკვნა შემომიტანე. აი დასკვნა რომ თხოვეთ მოგიტანით ხოლმე. დადე. რაღაც ის კითხვა მინდა ის შვებულება როდის მექნება? რა ვიცი, მალე გექნება ალბათ, რა ვიცი. არა, რო ვიცოდე ანუ ხო ხდე. ხო. კარგი, წავედი ხო? ხო. რა არის ეს ისევ წინათვის შემომიტანა რა. ნუ არა უშავს, ახალი დაწყებული აქვს მუშაობა და ნერვიულობს ცოტა ალბათ რა მოხდა. სამაგიეროდ მიზეზი მექნება რომ კიდევ შემოვიყვანო. ტატო